-28 ტანკერი სულ ერთ ღამეში. უკრაინა სრულად ცვლის ომის სტრატეგიას, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოგარ დაარსა შორ-მანძილზე მოქმედების სარდლობა და ის უკვე მუშაობს. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა დღეს განაცხადეს, რომ სულ რამდენიმე ღამეში საზღვაო დრონება ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს რუსეთის ჩრდილოან ფლოტზე. ეს არის ათეულობით ტანკერი, რომლითაც მოსკოვის სანქციებს გვერდსულის და ნავთობს ეზიდება. ამასთან ეს ათეულობით ტანკერი პირდაპირ აზოვის ზღვაში ალდა. შედეგად რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში პირველად აზოვ-დონის არხი და კერჩის სრუტე ჩაკეტა. ამ არხებით გადის რუსეთის ხორბლის ექსპორტის მეოთხედამდე. ევროპაში მარცვლეულის ფასები მაშინვე გაიზარდა და ეს ყველასთვის სიგნალია, რომ რაც შეიძლება მალე უნდა აიძულონ მეოლტი ჯუჯა ვლადიმირ პუტინი ომი დაასრულოს, თორემ ეს ომი ყველას შეეხება. ამ გამოშვებაში ერთი დიდი თემის სიახლეების დიდი მიმოხილვაა. როგორ ძირავს უკრაინა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოან ფლოტს და ერთდროულად ზღუდავს რუსეთის ნავთობისა და მარცვლეულის ექსპორტს. რისთვის არის საჭირო ზელენი? ზელენსკიმ შექმნა რუსეთის წინააღმდეგ შორ-მანძილზე მოქმედების ცალკე სარდლობა. როგორ გამოიყვანა უკრაინის დარტყმება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მწყობრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის თითქმის ნახევარი და როგორ გამოიწვია სატოვის კრიზისი? რატომ აყენებს ვლადიმირ პუტინს ჩიხში პატრიოტის რაკეტების წარმოება, რომლის ნებართვაც ტრამპმა უკრაინას მისცა? და რით პასუხობს რუსეთი? ახალი რეაქტიული დრონი გერანი 4 სიქერით დაწყებული დემონსტრაციული შეტევის იმიტაციის მცდელობამდე. მე ალექსეი პეჩი ვარ. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სამ დავიწყეთ. მე ალექსეი პეჩი ვარ. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავითვერთ, გთხოვთ თითოეულმა გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ 300,000-იან ნიშნულს უახლოვდებით. მადლიერი ვიქნებით თუ პირადად თქვენ გახდებით ამ 300,000-ის ნაწილი. მოდი მთავარით დავიწყოთ. 11 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში ახალი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და ციფრები შთამბეჭდავია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით დაზიანდა 21 რუსული ტანკერი. ამად გარდა უკრაინულმა სამხედროებმა დააზიანეს 4 ბუქსირი, 2 მშრალი თვითმზიდი და 1 დრაგა. სულ ერთ ღამეში 28 ხომალდი. იცით ალბათ ეს რეკორდია მთელი ჩემი ომის განმავლობაში. უბრალოდ დაფიქრით, 28 ხომალდს ერთ ღამეში თავს დაესხნენ აზოვის ზღვაში. მაგრამ 21 მათგანი სწორედ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერია და ეს მხოლოდ ერთი ღამის შედეგია. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ მადიარმა ბროდიმ გაამჟღავნა პუტინის ჩრდილოანი ფლოტის წინააღმდეგ მთელი ნადირობის მასშტაბი. 5 ღამის განმავლობაში 6-დან 11 ივლისის ჩათვლით უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა უკვე დააზიანეს 76 რუსული გემი. მან ასევე განაცხადა, რომ დარტყმების გამო კერჩის სრუტეში მოძრაობა შეჩერდა. ხოლო 11 ივლისის ღამეს უკრაინულმა სამხედროებმა ოკუპირებულ კრიმში და სამხრეთში, მათ შორის ფლოტსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თავდასხმა განახორციელეს 53 სამხედრო ობიექტზე. და ეს ერთჯერადი აქცია არ ყოფილა, ეს უკვე სერია. ყველაფერი დაიწყო 9 ივლისის ღამეს, როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსეთის ობიექტებზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. მაშინ დაზიანდა 12 ხომალდი, აგრეთვე ოკუპანტების ნავთობტერმინალი და საბრძოლო მასალის საწყობი. შემდეგ კიდევ შეტევები და სულ რამდენიმე დღეში უკრაინამ აზოვის ზღვამ 7 უკანა ხაზიდან რუსული ტანკერების სანადირო ზონად გადააქცია. იქ ახლა როგორც ტირშია, უპილოტო სისტემების ძალები უბრალოდ იჭერენ და ესხმიან თავს. და მიაქციეთ ყურადღება, რუსები უბრალოდ ვერაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. საერთოდ ვერაფერს. მათ უბრალოდ შეუძლიათ რა? სრუტის გადაკეტვა და მორჩა. და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც აჩვენებს, რომ სტრატეგია მიმუშავა.
რუსეთი გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი. დრონების თავდასხმების გამო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა ნავიგაცია აზოვ-დონის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. გარდა ამისა, რუსმა სასაზღვროებმა შეატყობინეს საზღვაო კომპანიებს, რომ კერჩის სრუტის გავლაზე განაცხადების მიღება შეწყდა. ეს ნიშნავს, რომ კერჩის სრუტეც იკეტება. რატომ არის ეს დარტყმა ყველაზე მტკივნეულ ადგილზე? იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ ნავთობს აზიანებს, არამედ მარცვლეულსაც, რაც რუსეთის ბიუჯეტის კიდევ ერთი შემოსავლის წყაროა. ანალიტიკოსების შეფასებით, აზოვის ზღვით გადის რუსეთის ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 25%, მათ შორის ის მარცვლეული, რომელსაც რუსები თავხედურად იპარავენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და რატო? სხვათა შორის ეს ამართლებს დარტყმებს მშრალ მზიდებზე. სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს რუსეთის ორი უმსხვილესი მარცვლეულის მწარმოებელი რეგიონი. ეს არის როსტოვის ოლქი და კრასნოდარის მხარე. და მსოფლიო ბაზრის რეაქცია მკრისიერი იყო. გემების მოძრაობის შეჩერების შესახებ ცნობების ფონზე პარასკევს ევროპულ ბირჟა Euronext-ზე ხორბლის ფასები 4%-ით გაიზარდა და ბოლო 6 კვირის მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები არნიშნავენ, რომ ეს ფაქტობრივად პირველი სერიოზული შეფერხებაა. რუსეთის მარცვლეულის ვაჭრობაში მთელი ამ 4 წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. აქვე შეგახსენეთ, რომ 10 ივლისის ღამეს დრონებმა აზოვი, ტაგანროგი და როსტოვის ოლქის რაიონები დაარტყეს. აზოვში ნავთობპროდუქტების 2 საცავი დაიწვა. 11 ივლისის ღამეს ტაგანროგის ყურეში უპილოტო აპარატებმა კიდევ 4 რუსული გემი დაარტყეს, მათ შორის მეთანოლის ტანკერს. როგორც ამბობენ, რგოლი ნელ-ნელა იკვრებოდა, სანამ მოსკოვს უბრალოდ არ მოუწია აკვატორის დახურვა. ეხლა კი მთავარი. ეს ტანკერებზე ნადირობა აზოვის ზღვაში იმპროვიზაცია არ არის. ეს უკრაინის ახალი სამხედრო დოქტრინის ნაწილია. და ვლადიმირ ზელენსკიმ მას ინსტიტუციური სახე მისცა. შემდეგ მოვიყვან უკრაინის პრეზიდენტის ციტატას. დღეს მე მოვაწერე ხელმძანებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სპეციალური სარდლობის შექმნის შესახებ. სარდლობა, რომელიც ამ ომში რუსეთზე შორ მანძილზე, ფაქტობრივად გლობალურ ზემოქმედებას მოახდენს. ახალი სტრუქტურის ამოცანა ძალიან ნათლად არის ჩამოყალიბებული. ყველა არსებული რესურსის კონცენტრირება, რათა კიდევ უფრო მეტად ნიშნულოვნად შემცირდეს რუსეთის სამხედრო პოტენციალი. სარდლის სახელი პრეზიდენტმა არ დაასახელა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ძლიერი და ნამდვილად მაქსიმალურად დამოცდილი იქნება. პარალელურადაც შეიქმნა სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალები, რომელსაც სათავეში უდგას უკრაინის გმირი ბრიგადის გენერალი დმიტრი ვოლოშინი. ფაქტობრივად ეს არის ომის სტრატეგიის შეცვლა. უკრაინა ოფიციალურად გადადის. შორ მანძილზე დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტანკერებზე, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ქარხნებზე, ენერგეტიკაზე და ასე შემდეგ. ეს აღარ არის ცალკეული ოპერაციები, როგორც ადრე იყო გახსოვთ ოპერაცია პაუტინა. ყველა ამბობდა, ვაუ, მაგრამ მას დიდხანს აღზადებდნენ, ეს იყო ერთჯერადი. შემდეგ კი პაუზები იყო. არა, ეხლა ეს ყველაფერი გადადის დამოუკიდებელი სარდლობის ჯარის სახეობის კატეგორიაში, რომელიც იმუშავებს მხოლოდ ასეთ დარტყმებზე. ანუ ომი სისტემურად გადადის რუსეთის უკანა ხაზებში. მაგრამ ტანკერებზე საზღვაო ნადირობა მხოლოდ ამ სტრატეგიის ერთი ნახევარია. მეორე ნახევარია დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე და აქ შედეგები კიდევ უფრო მასშტაბურია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით 2026 წლის ივლისის დასაწყისისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 53% მსხვერპლიდან გამოიყვანეს, ანუ თითქმის ნახევარი. მხოლოდ გასულ თვეში წარმატებით დაესხნენ თავს რუსეთის ტოპ 10 ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნიდან 8-ს. საერთო ზარალი სექტორისთვის 2025 წლის აგვისტოდან 1 წელიწადში მიაღწია $13.5 მილიარდს. დათმოების გეოგრაფია აჩვენებს, რომ თითქმის აღარ დარჩა მიუწვდომელი ობიექტები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მხოლოდ ივლისის თავდასხმების შედეგები გაამჟღავნა. პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე 4 ივლისს განხორციელებულმა დარტყმამ ერთდროულად 8 სხვადასხვა მოცულობის რეზერვუარი დააზიანა. ვორონეჟის ოლქში ბორისოგლევსკის აეროდრომზე 8 ივლისს 28 ცისტერნა დაიწვა. ბიოკეროსინით, საერთო მოცულობით 1600 კუბური მეტრი. დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სლავნეფტი იანოსი იაროსლავში და ქარხანა ქსტოვოში. კულმინაცია იყო ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ანუ ყველაზე ძლიერი რუსეთში. 6 ივლისს დაზიანდა საზღვრიდან დაახლოებით 2500 კილომეტრის დაშორებით. ამის შემდეგ რუსეთში ფაქტობრივად მხოლოდ ერთი დიდი ქარხანა დარჩა, რომელიც თავდასხმებს არ გამოუცდია. ის მდებარეობს ირკუტსკის ოლქში.
ის არ შედის top 10-ში, მაგრამ ფაქტობრივად ეს არის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის თავდასხმის ობიექტი, ირკუტსკის ოლქში. შედეგად რუსეთის ზურგისთვის საწვავის კრიზისია. ავტობენზინის წარმოება, ურად რომ მიაქციეთ, დაეცა რუსეთის შიდა ბაზარზე საშუალო ზაფხულის მოხმარების დონის 65%-მდე. და უკრაინის არმიის წარმატებების ფონზე მოვიდა დიდი პოლიტიკური სიახლეც. ამ კვირაში აშშ-მ დათანხმდა უკრაინისთვის პატრიოტის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას, ხოლო დონალდ ტრამპმა საჯაროდ შეაქო ზელენსკი, მისი მუშაობა საოცრად დაახასიათა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? Washington Post-ი ამ ნაბიჯს ვლადიმერ პუტინისთვის მახედ აფასებს. თუ უკრაინას პატრიოტის საკმარისი რაკეტები ექნება, რუსი ოკუპანტები თავიანთ თავარ საკვანძო იარაღს დაკარგავენ, ანუ ბალისტიკურ რაკეტებს. გამოცემის შეფასებით, ეხლა სწორედ პუტინს მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ როგორ წარმოაჩინოს ეს რეალობა ადგილებზე უფრო ხელსაყრელ ჭრილში. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო უკრაინის წარმატებების საჯარო აღიარება, კრემლის დღევანდელმა რეაქციამ დაბნეულობა გამოავლინა. ხოლო კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ცვლის თითქოს ეს ყველაფერი ესკალაციაა, მაგრამ ვაშინგტონის მიდგომას შეცდომად მიიჩნევს და გააფრთხილა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს. მართლა? მართლა? ანუ გესმით რუსების ლოგიკით. თუმცა ფიქრობ ისინი მშვენივრად ხვდებიან რას ამბობენ, მაგრამ მათი ლოგიკით თითქოს თუ უკრაინა საერთოდ არ დაიცალდა თავს, ომი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა. თითქოს როცა ცდილობ თავდაცვას, როცა ურტყამთ ამ აგრესორის თავხეთ სახეს, ანუ რუსეთს, როცა ურტყამთ ამ ფუმფულა დიქტატორ პუტინს სახეში, ეს ომს ახანგრძლივებს. თითქოს რატომ ურტყამთ? ნუ ურტყამთ. უბრალოდ შეეგუეთ. რუსებო დაიმახსოვრეთ. ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. უკრაინელები თქვენნაირი ჩმორები არ არიან. აი ჩმორები თქვენ ხართ. თქვენ კლასიკური ჩმორები ხართ. თქვენთან დაიწყო საწვავის კრიზისი და თქვენ ამბობთ. მაგრამ რუსები ხომ არ ეუბნებიან პუტინს, რა ხდება? როგორ მიიყვანეს საქმე აქამდე? ისინი ამბობენ, არა. რას ამბობთ? ჩვენ ვერავინ დაგვიმორჩილებს. ჩვენ რა, ჩინურ ელექტრომობილებზე გადავდივართ. წავიდეთ და ჩინელ დიდძმას ფეხსაცმელებს აულოკავთ. და ვთხოვთ, მოგვეციგთ ხო, ელექტრომობილები და მზის პანელები. აი ამით ამაყობენ ისინი. ანუ, მაგრამ ხას უსვამ, თქვენ გავითვლებათ, რომ უკრაინელები არ არიან რუსები. კიდევ კუჩვან წერდა, უკრაინა არ არის რუსეთი. აი ეს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, პატიოსანი დათქმა, პატიოსნად რო ვთქვათ. სამხედრო ექსპერტები ახლა აფრთხილებენ, რომ პატრიოტის რაკეტების წარმოების დათრება პრობლემას სწრაფად ვერ გადაჭრეს. ტექნოლოგიის სირთულის გამო მასშტაბური წარმოების დაწყება შეიძლება მხოლოდ 2 წელიწადში მოხდეს. რაკეტა PAK-3-ის სრული წარმოების ციკლი დაახლოებით 24 თვეს მოითხოვს და მასში დაახლოებით 400 სხვადასხვა კომპონენტის მომწოდებელია ჩართული. ასეთი რაკეტების ლიცენზირებული წარმოება დღეს მხოლოდ გერმანიასა და იაპონიაშია. მაგრამ მეორე მხრივ არის კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც ამ სიტუაციას ამსუბუქებს. პატრიოტის რაკეტებს უკრაინისთვის უკვე დღეს გერმანია აწარმოებს, სანამ ჩვენ საკუთარ წარმოებას ავაწყობთ. რუსეთი რა თქმა უნდა ხელდაკრეფილი არ ზის. მისი პასუხიც დრონებს ეხება. რუსულმა წყაროებმა დღეს გამოაქვეყნეს ახალი საბრძოლო უპილოტო აპარატის გერან 4 სიქერის მახასიათებლები, რომელიც სიღრმისეულად მოდერნიზებული შაჰედია. განცხადებული ფრენის მანძილი 550 კილომეტრია, საბრძოლო ნაწილის მასა კი 50 კილოგრამამდე. რა ხდის ამ დრონს საშიშს? უკრაინის დაზვერვამ უკვე მაისში განაცხადა, რომ გერან 4-ს ახალი გამაგრებული პლანერი აქვს, გაუმჯობესებული აეროდინამიკა და რაც მთავარია, ჩინური წარმოების ტურბორეაქტიული ძრავა. და ეხლა ის ავითარებს სიჩქარეს 500 კილომეტრამდე საათში და დაფრინავს 5 კილომეტრამდე სიმაღლეზე. მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსეთმა ეს უპილოტო აპარატი სწორედ საპასუხო ზომად შექმნა უკრაინული გადამჭერი დრონების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან ეფექტურები გახდნენ. არის ასევე რუსეთის მცდელობები წარმოაჩინოს ესეთი გარდატეხა მიწაზე. რუსეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მიწისზედა რობოტების გამოყენება შეტევისთვის. რაც თავისთავად აღიარება იმისა, რომ ინიციატივა სულ უფრო მეტად უპილოტო სისტემებზე გადადის. და უკრაინა ამ უპილოტო სისტემებს იყენებს არა მხოლოდ ჰაერში და ზღვაზე, არამედ ახლა უკვე ხმელეთზეც, მიწაზე. ამასთან თავად რუსეთს ფრონტზე რეალური დიდი წარმატებები არ აქვს. წინს რომ მხოლოდ ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე ფიქსირდება. დაშქმა ძალიან მარტივია. უკრაინამ სტრატეგია შეცვალა. დამქანცველი პოზიციურ ბრძოლების ნაცვლად, უკრაინა რუსეთს ეკონომიკურად და ლოგისტიკურად აღჭობს. ზუსტი დარტყმებით და დიდ სიღრმეზე.
ერთი კვირის განმავლობაში 76 დაზიანებული გემი პუტინის ჩრდილოან ფლოტზე ნადირობა, გადაკეტილი აზოვდონის არხი და ქერჩის სრუტე, ხორბლის მსოფლიო ფასების ნახტომი და ასე შემდეგ. დამატებით, რუსეთის ნავთობგადამუშავების თითქმის ნახევარი მწყობრიდან არის გამოსული. რუსეთში სატოვის კრიზისია. 13.5 მილიარდი ზარალი მხოლოდ ნავთობგადამუშავებელზე მოდის. ამას ემატება უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ-მანძილზე მოქმედების ახალი სარდლობა, რომელიც ამ ყველაფერს სისტემურ საფუძველზე აკენებს. და ზემოდან ჩვენ კიდე მივიღეთ პატრიოტის წარმოების ლიცენზია, რაც რუსეთს ბალისტიკური რაკეტების კოზირის წართმევით ემუქრება. ამ დროს მოხუცი ვლადიმირ პუტინი კვლავაც გამარჯვება დასაღებს ფრონტზე ყალბწინსვრებს. მისთვის, ამ მოხუცი კაცისთვის, პლუშის ბაბუა ვლადიმირ პუტინისთვის გამარჯვება არის სწორედ ეს, ქვეითების შტურმები ფრონტზე. კიდევ 100 მეტრი წმინდა უკრაინული მიწა დაიკავეს. გამარჯვება. იმ დროს, როცა უკრაინამ უკვე დიდი ხანია გადათქვიტა, რომ არ ებრძოლოს პირდაპირ ამ გაველურებულ რუსებს, უკრაინამ გადათქვიტა მტრის ზურგში შეტევა მიიტანოს. და აი სანამ პუტინი გამოდის და პოება ნახეთ, ჩვენ კიდევ 100 მეტრი უკრაინული მიწა დავიფქარეთ. ის ავიწყდება მძიმის შემდეგ, დაამატოს, რომ ამ დროს უკრაინამ ჩვენი ყველა ნავთობგადამუშავებელი ქარხანა გაანადგურა. აზოვის ზღვიდან გვაძევებს. ჩვენ ვკეტავთ სრუტეებს, ვკეტავთ საერთოდ ნავთობის, ხორბლის, ნავთობპროდუქტების ექსპორტს. თელ ქვეყანაში ბენზინთან დაკავშირებით სრული კატასტროფაა. უკრაინა ზრდის შორ-მანძილზე დარტყმებს. პრაქტიკულად მთელი რუსეთის ტერიტორია უკვე დარტყმის ქვეშაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ავიწყდება თქვას. მისთვის როგორც მოხუცი კაცისთვის გამარჯვება პირველ მსოფლიო ომივითაა. ეს არის პირისპირ ხიშთით ხიშტზე ფრონტზე. და რაც თავარია, ახალი რეაქტიული დრონების გერან 4 სიკერის გაშვების შესახებ განცხადებაც კი ეს, ყურადღება მიაქციეთ, თავდაცვითი მხარის პასუხი და არა შემტევისი. რუსეთი იძულებულია მხოლოდ რაღაც გააკეთოს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებზე პასუხად. ან ნახეთ, გერან 4 სიკერი გამოჩნდა იმაზე პასუხად, რომ უკრაინამ შექმნა წარმატებული დრონ-გადამჭერები. უკრაინამ ომი ფრონტის ხაზიდან გადაიტანა რუსეთის ეკონომიკაში. ტანკერებში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, პორტებში, არხებში და ასე შემდეგ. და თუ ვივსჯელებთ იმით, რომ მოსკოვს პირველად მოუწია საკუთარი საექსპორტო კორიდორის გადაკეტვა, ეს ახალი სტრატეგია უკრაინისთვის შესანიშნავად მუშაობს. აქ წერტილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასვენები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპონეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბუნებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზმოეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.